გამოფხიზდი? გამოფხიზია, იმდენი ყავა ჩამასკით სექტემბრის ბოლომდე აღარ დამეძინება რა. არა, მთვალი არა, ესე ხუმრობს ხოლმე, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მინდა ეს რეპლიკები გეხოსებ. შევდექი რა ვაშა. ხარიშა, მე და შევდექი. არა მინდა არა. მაშასე, თუ ვინმე აქ მყოფთაგან წინააღმდეგი ხართ ამ ქორწინების, ან ახლავე თქვას, ან არასოდეს. მე მე არ ვარ ხო წინააღმდეგი, მაგის მომიდია, წინააღმდეგი. ოჰო. კარგით. ბადემია, თან ახლა ხართ ცოლად შეერთოთ ელენე? ილია, მე ყოველი შემთხვევაში პირი არ გააო, თავი დააქნიეს. დია. კარგით, თქვენი თანხმობა ხელის მოწერით დამიდასტურეთ. სად? აქ მოწერეთ ხელს. დია. მართლა რა. ახლა მეჯვარეებს ხო მოაწყო. რასაკეთებ? რასაკეთებ? ასპერა, თუ არ წავიკითხე, აქ რა წერე, როგორ მოვაწერო ხელი? მოაწერე ხა დროზე. ხო, კარგი. აჰა. ახლა შეგიძლიათ ბეჭდები გაცვალოთ. მეორე თვალის გააგებ. რატო გაუცვალე ბეჭედი კაცო, რატო შენი ბევრად ჯობდა, რატო გაუცვალე? ხედავთ თქვენ უკვე ცოლ-ქმარითაც. შეგიძლიათ გაკაცოთ ერთმანეთს. აქამდე არ შეგიძლია? აი ილია ორსულად რო არ სუნები მაღიზიანებს და ხელით ჩამოვარდა. სუნიმა? ილია. ილია. აბარებ ჩემდასლა. მიხედე და არაფერი არ მოაკვირდა, მიხედე კარგად ისე როგორც ტესტარინგი. ხო, ლაშა რაღაც უნდა გითხრა. ილია სამსახურიდან წამოვიდა, დროებით ჩვენთან გადმოვა საცხოვრებლად. ასე რომ ორივე შენი მისახედი ვიქნებით დროებით. ილია გილოცა. Ясно, Гила, ты Гила, что? А? ზრარ მე მესმის შენ ლაშაი. ზუსტად ესეთი შეგრძნება მქონდა, როცა ჩემი დიდი ბებია გარდაიცვალა, ასე რომ მესმის შენ. აი, შენდა თქვენ რა. მეს ვიცი, არა ვარ ნორმალური, ვიცი. ბადა, ეხლა იცი რა უნდა გითხრა რა. აი იცი, ყოველთვის რო გეუბნებოდი ხოლმე რომ არა ხარ ნორმალური, თქო მართლა ეგრე კი არ ვფიქრობდი. მე შემართლა ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ და მიხარია ჩემს გოდით. მართლა შე ძალიან კარგი რა ხან მართლა ესეა და ესეთი სიტუაცია და რა ხან აქ ვარ. მოდი მე და შენ. ბარე ხელი ხო არ მოვაწერო. მართლა არა ხარ ნორმალური. დაგისურვებთ სიყვარულს, სიხარულს, ერთმანეთის გატანას და თანადგომას. გისურვებთ ბარაქას, კარგ სამსახურს, დოულას, ავისა, ყოველგვარ სიკეთეს ამ ქვეყნიერს. ჩემო ლაშა, ალავედი შეთავაზ, ჩემი ლაშა. აბა, შევსვათ მეგობრებო. დიდი მადლობა. შენ შემოგევლე, შემოგია? ჩვენმა თამადამ.
ყველაფერი ძალიან კარგად თქვა. თქვა. ამომწურავად დაგლოცად. მაგრამ გამორჩა ერთი. ხვავი. და გისურვებთ ხვავს, აბა? ხვავი. ხვავი. რანაირი სიტყვა დავიტანჯე რა არის ვეგავიდა. აბა ხალხო, ხვავ. მეც დაგლოცავ და როგორი ბედნიერი სახეებით. ახლა და მთელი ცხოვრება ასეთი ბედნიერი სახეებით ქონოდეს თქვენს მტერს. ვაიმე ელენი, აი ახლა მოვედი აზრზე. ეხლა ცოტა ნახმახე, ხო არ გადაგიფიქრებია. იყოს. ილია, მოთავაზეთ. შეცოდა დალია, ხო? პახმელიაზე გამოდიოს. აი მე გია ისეცვლათ რომ პახმელიაზე კი არა, პახმგელზე არა. აი ვაიმე თავი. აი გეოგრაფ დამიჯერე, ძალიან ცოტა დალი გიშველი დამიჯერე. კარგი რა გია, სიცხვილე. ნუ დავლიო, დავთვრები და მე თვალის იძეს სიცხვილია. და თაიგუზე რომ დაარწმენი ეს არის ხო სიცხვილე? უი, ერენე, მართლა თაიგული რატო არის სწორი? რას ამბობთ, ეკო მაგას როგორ ვიცროდ, ვერ გაიგეგიამ რა თქვა გადავა. კარგი სიცხვილე. მაშა ბიჭო ნახე რა მაგარი გოგო ის იქროზის მინახე ხო არის შეხედე. არა შემოძლებელია ბა. აი იმაზე ლაშა იქროზის, ხო ლაშა იქროზის, რომელი თუ გამოაგდებ აქ ხორს პირი და დაინახე. ეს ვინ არის? შეყვარდა 10 ადამიანს არაფერს. რა ვინ აბა რომელი? აი იმაზე გეუბნები იქროზის, გაიხედე წინ. შეც გადაგვიგეთ რა. ის პუტკუნა გოგო მოგეცა რა? რა პუტკუნა, განანები მაგ პუტკუნას და პუტკუნას რატო უყურებ? სამკაულებს შეხედე, ნახე რა ძვირფასი სამკაული. მაგის გვერდით როდის მაგაზე გეუბნები, შეხედე როგორ მიყურე, შეხედე. ის გოგო კარგი გოგოა, მაგრამ მე არ ვიცნობ პატა, ეთყობა ილიას ნათესა. მოიცადე ცოტა გამაცანი გეხოცარი. არ ვიცნობ მეტი მე და რანაირად გაგათხო. ხო და მიდი ლაშა და გაიცანი და მე გამაცანი რა არის გოგო ვერ გაგიცნე, რა კომპლექსიანი ხარ ბიჭო რა. მიდი და შეგვიძლია გაიცან. მიდი. არა ლაშა ჯერ შენ მიდი, ჯერ გაიცანი და მე შეგო წამოხვალ მე მივიდო და მე იფიქრებს. ამ სუქანის მე ეს გამხდარი ბიჭი რა, კაი ბიჭი იყო და მე გამიწვი და დამაჩადე პატა, ეხლა ამას მორჩებ. შევჭამ ბოლომდე და მე სულ აი მძვალი თუნა ქცევა გირყათავში. ეს ლაბარაკი აგიდა. ვახტებო ის. ყველა ჩვენად უყურებს. ამჩი ეთყობა მიკროფონია ჩართული. ჩამე გააგზავნა და გადავალ ლინიასთან და გამოსთო ჩემო საცოლეს რო ისო. დიდი მადლობა, იცოცხლეთ. მადლობ, დიდი მადლობა, იცოცხლეთ. გაგიმარჯოთ. აი მე ეთეკო ისე მშია რომ გული მიმდის სიშიმშილეს. ჭამე მე ელენი რა მოგაწოდა მითხარ? არა სამეთე პატარძალიო როგორ შევჭამ? მადლობ, დიდი მადლობა, გაიხარეთ, იცოცხლეთ. კარგი ილია, ნუ ყვები თავი დაუხდიე რომ გაიგე. აი მე ელენე თავს რო ვიქნებ გული მერევა დამანები თავი. დიდი მადლობა, იცოცხლეთ. ელენე რა მაინტერესებს ახლა აი. მეჯვარე. გამარჯობა. შენ იმდენი კარგი რაღაცა გითხრა ხა ამ ხალხმა ამდენი ხალხი ისე მაგრა დაგლოცეს ვარ ჩემგან ახლა მეტი რა ვიცი რა გადამე გადაწყვიტე რომ ჩემი ნაჩქარი ბეჭელი უკატავიო მათხოვეთი რა მეყოლა რა ფიქრობ ბატა ილია შობლებს რა ქვია? ისა რა ქვია ედემი და გული შემოგვიფოცებო? ბიჭო რა მეტალია მადლობა შემოვაშა შეგენაცვალე გამადასუსმეთ ყველა გეგენაცვალე ჩემი თავი მე მიდე ახლა ჩვენი ახლა დაგორცენებულების შობლები ბატონო ჩემი ილია შეგენაცვალე მანიკო ბატონი ედემი
მერაბი და იზო. ბატონი მერაბი და ქალბატონი იზო. გია. მოიცდე წუთი აბა გივიკო და ლილიც. ბატონმა გივიკო და ქალბატონმა ლილი. კეთეს. გია. რასაკეთებ რა? აბა რა ლეგავი ისე რა ქვია. ლიკმა და სანდრიკო რა ვიცი. სახელები არ ვიცი, სახელები და ვიფიქრებ გავაწყო მეთქი და რა ვქნა ეს. ასე გაგაცხავ ახლა ეს. მოკლედ ჩვენი ახლა დაქორწინებულების მშობლები მინდა ვარგზავნოთ ძალიან ხო დავითათო სარაძო ლაშა გეგიათვალე აბა ჩვენი იმედი ვარ ძალიან კრუტო ხო გაგინდა პარტა ძალიან მაგრად მომეწონა და იქნება რამენაირად ხო ხტები რა ჰა? აუ პატა იცი რა კარგი გოგოა ძალიან ჭკვიანი განათლებული ლამაზი კარგი ოჯახი შვილია ძალიან კარგი გოგო მე 6 მაგიდაზე ზედა მოსაწყვეტი რომ ცერო მივიჭი და გია მეტი ხნეობისთვის პატას ლიმონადი გავუსვიდი ხომაჯებია ტაფხუნა აუ ნიკა რა მაგარია მე არ ვარ და ერთ ჩემს ქორწილში ნამყოფი აუ არც მე კი თანთან თავიდან ერთობ მაგრამ მე გბენდია მეაქრამინდა მეაკერ შენაქრაგინდა მეაკეთი სასიამოვნო ადამიანის დასასრულად მოვედი შენაქრაგინდა ვიდო გამარჯობა ხალხო ბავშვო რა არის სასად მოვწევი ზოგადად ატარების მაგიდასთან ხარ პაატა აქ რასაკეთებ და გითხარ ეხლა მე არ მინდა ვერ ვლაპარაკე ერთი გოგო მომეწონა და ელენე მაგიდის ნომერი მომცა და ეხლა ის ცხრიანი 6-იანში ამერია თუ შვიდიანში 2-იანში პაატა შეიძლება 2-იანში ხო შენ პაატა არ ხარ კი კაცო ნიკა რო მიყვებოდა ვაი რა კარგია ბავშვი მომისნოთ ხო ძალიან გამიხარდა მე ვარ ის ლეგენდარული პაატა გამარჯობა კი კაცო ნიკა რო გომბდა გინია ხო რომ ვერ არის გამდა ხა მოიცა რა ტორტი უნდა მეწრო რა დღეს ერთოს მაცალი და მე რაც გიათ ის აბა რომელი გოგო მოგწონს აი ეს ხო აჰა გასაგებია ნამდვილი სიყვარული აქაც არაფერ შუაშია რა შუაში არა ნახე რა მაგარი გოგო ნახე და დამწყებია მე მოვეწონე რა შუაში და იმაში მე კიდე პირიქით ვარ დარწმუნებული საიდან მოიტანე შენ რა იცი საერთოდ შენ თავში ხო არ აქვს შენ საერთოდ რა იცი შენ გამაგებინე ატა გაიმახსოვრ მე და შენ შორის ხოლმე ერთი განსხვავება ის რომ მე ხორცლებში ჯერ კიდევ კიტრით და ლიმონადით დავმივარ და შენ კიდე გადაეჭვი საიდან მოიტანე სადაც ჯერაც ვერ ხვდები რომ სხვა ადგილას ვიხარ სხვა ადგილას ვიყავ მე მიიწია ბიჭო და დამშვი და გადამშვი რომ გავისმო ხო ადგილი რა შუაშია მაგიდა სხვა მაგიდასთან ვიხარ რა ვქნე ხა როგორ გავისმე ხა დაუძახო ბავშვებო გაუღიმო შორიდან თუ რა გავაკეთე თბილისში ხო ოღონდ ამ მაგიდიდან თუ დავუძახებ დეიდით თუ მიმართავ მათ სადე კიდე ერთი გეგმა ბავშვებო გაიწე ცოტა ერთი წამით მოიცადე რასაკეთებ რას ვაკეთებ მაგიდა უნდა ავწიო კბილებით რომ დამინახოს და რომ მოვეწონო რა არა გაიმახსოვრე რომ ქალისთვის როცა მამაკაცი მაგიდას კბილებით წევს ნიშნავს რომ კაცი მაგიდას კბილებით წევს მართლა კიდე ერთი გეგმა ვაკეთე ხიზლა მომაწოდე ესა პატარა რაც მინდა და მინდა რაც მინდა კურსზე უნდა წავუსვა და უნდა მივიდე ბიჭო უფრო სოლიდურია ვერ ხვდები შენ მაგას და ბატონო მოგოჩია ყოველდღე დაგეჩვან დაგიგა ვერ გითხარ გაჩერდო დაცილი სუყო ვერ დავში დაგშილებ გიგეუნები
ვაიმე ეს ბავშვი მე მგონი აქეთ კი მართლა აქეთ მოდის აი შენ გიყურებ გამარჯობა შევნიშნა რა შემნიშნა Точно выходные. Так, да, все люди, я магазин. Вообще, вот так техника, раз это не музыка. Мы по таперасу. Какие рогаши, ай, давзан тайсы. Вообще, походит, хали, цави техника, раз это не музыка. ეს პატარა ვინ არის? მამა, ვინ არის ეს ხალი? დედამ რამდენჯერ გაგაფრთხილა, ხა? რა საყვარელი ხარ, შედამპალო. წადით ახლა აქედან და რასაც მე იმას გიგებ, ხო გითხარი? ისე გაინტერესებს ალბათ ხო, რატო გიყურებდით მე თქვენ მაინც და მაინც ხო, იმიტომ რომ თქვენ ყველაზე ლამაზი ხართ საერთო კოწში. ახლა კი. ელენეზე ლამაზით? ხო, ელენე ნახერა ვიძია, ელენე. არა, ხურო პარტლა ელენეზე ლამაზის ხართ კი. და ესე რა ვიცი, ძალიან მოკლედ მომეწონეთ და ხიზლა სპორტი ვიხდი. ვაუ! ძირ ფასამეგობრებო. მადლობა ჩემოსიძე, ილია. გეგენასო ჩემი თავი, აბა ერთად ყურადღება რა. მე მინდა კიდევ ერთხელ ის მიზეზი დავლოცოთ. ბატონო დღეს ამ ბედნიერ დღეს ჩვენ აქ შევიგრივეთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემს ილია და ჩემს ხელნაწერს გავმარჯვოთ. და თუ შეიძლება ზეკვა ქართული, აბა, გასწავთ. მე არ უნდა ვიცეყო თუ რა ხდება მთელი ღამე დაუნოთ მე სწავლობდი გუშინ რა ხდება არ ვიცეყო მე რა ქართული რა მაგიდა რა შეტაბარება შეიძლება პატარზამა დაუნდული უნდა იცეყო აბა დაისი უნდა იცეყო რა გინდა შეიძლება მართლა ეგრე ვფიქრობ თუ გინდა რომ ორიგინალური იყო მართლა ეგრე ვფიქრობ მაგრამ ხანდახან მინდა რომ ორიგინალური იყო მაგრამ არ გამომდის მაშინ ხაშე თავი დავარდი ეგრე როცა დავთვრები მე მოდი და მე ეს პანელს გიფასო კარგი ხო მედი აბა როგორ გძობ თავს ილია მითხე როგორ მე საშინლად ვარ ვაშა მიშულე რაღაცა კეთილ მოძრაობებს რომ აკეთებ გული მერევა მოდი რა ქიმ მაშინ წინ ქართული გამოტოვე და შალახურო იქნება პირდაპირ იმაზე იცი როგორ და ეს რაც არის ბატონო ელენეს კადრები ამომიწია მე ლაშე გინდა ძალიან მაგარიც ეყოვის ხო ძალიან მაგარიც ეყოვის ხო გინდა ახალი რაც გინდა მითხარი მოვჩავართ ვინებ ეგრე არა ლაშე მუსიკას არა ფიქრობა სხვა წელი უნდა ვიცი რას უნდა ვიცი სულ გავიხდი ახლა ხო ამდენი ხალხი გავიხდი ლაშა დედას ისავარ სულ გავიხდი ლაშა რა თვითონე ვიცი შენ 1000 დოლარიანი ჩამიკუჭა ლაშა აი მაგას შენ არ ახარ ნორმალური ახლა დეგა მაგას თუ გააკეთე თვითონ შამპურზე წამოკაცმე და ისე შამპური შევიწყობი წეურები არგი არ გავიხდი არ გამიხდი ჩავიცნო და ისე მომეცე 1000 დოლარი ჩათმა თავი გალაშო ჩაიდო წაიწო მანე ეხლა 1000 დოლარი არა მაგარი ეხლა გამომართია გერახლა ეს სადაც და ეხლა აქედან არ გაიხადო თორი არ ვიცი რა I love you for a thousand ჩემიელე კარტო ჩემიელე ნიკა დედიკო შენ რატო არ ცეკვა? რა დროს ცეკვა და კომპრომატებს ვაგრო. იცნām და ესაც ხარ მოვაგროვე უკვე. მადლობა მეორეც გათხოვდი. მოგილაცე და დაგიღავ აგიშენ ფაცხასა ჩემო ფასებო თუ შეიძლება ერთი წუთით ყურადღება მე მინდა იმ 7 საოცრების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ რომელიც გასაუბრებაში ჯერ კიდევ შემოგჭა გეგენაცვალეთ და ერთის განსაკუთრებით რომელიც აღარ მოხსენე ერთის თამადობით ასაგულულია ნამდვილი ტრანსფორმატორის თამადობით 7 საოცრებას გაუმარჯოს გეგენაცვალეთ
ია. ეგრე მეუბნებოდი რომ დავწრებიო, მე გეტყვი რაღაცა სხვანაირად მითხარე რომ მოვედი. ბატონ. ჩემო პატა. მოძოვე ხა, შენ ხوارი ფიქრობ ხა. შეგონია ხა მე არ მიყვარ ხარ და პატივს აღწე, მე შენ ძალიან დიდ პატივს ხსեմ და იცი რატო? იმიტომ რომ მე არავ ნორმალური. მოდი რა ჩაგეხუტო მოდი და შეგინახავ. შემოძამო რაღაცა მე ხო მე ხვალ მაგარ პახმელიაზე ვიქნები გეშო და ძალიან გეხვეწები და ჩემთან სახში ნუ შემოხო ხო ბოდიში გია მე შენთან სახში დღეს რო შემოვა მე ისე სულად ვიქნები ხვალ რომ ჩემთან რო შევედი სახში რომ გავხდები რა ხო იცი რა ოთახები რომ დავსვარო და დღეს რო შემოვა შენთან დავრჩები ხო ხო მოდი ჩაგეხუტო ჩაგეხუტო შეგენასო მოდი ვიდე ჩემო მეგობრებო. ჩვენო მეგობრებო. ჩვენ სახლში ცხოვრობთ სად. მე ნიკა და ელენე. ნიკა ბავშვი. ალბათ წარმოგიდგენია თუ რართული იქნებოდა ჩვენი ასე ვთქვათ ყურადღების მიქცევა ჩვენი უნდა რა თქმა უნდა შენ ხარ საქონელი ეს არის ღორი თუ როგორი რთული იქნებოდა ეს ყველაფერი ელენესთვის ასეთი ორი ადამიანის მოვლა დღეს მადლობის ნიშნად და რა თქმა უნდა მილოცვის ნიშნად მე და ნიკა შემოგთავაზებთ ანუ ჩვენს ელენეს დედას და დას მიუძღვნით სოქნურ ცეკვას. საჩუქრებია და შიგნით რადე. ხო, ელენე მეც როგორ მაინტერესებს ეს. ოღონდ ილიას მოსვლამდე არ გახსნა. ერთად გახსენით მე. მე და ილიამ ერთად გავხსნა. კარგი, არ გავხსნათ. ხო. აუ თეკა მოდი ერთი გავხსნათ. ხო. აი ესენი რა. მოდი გავხსნათ. ფაინე შანდლები. დიდი სიყვარულით ნანასგან. თეკა გამარჯვებინე როგორ შეიძლება ადამიანს შანდლები აქვს ხო დიდი სიყვარულით. რა ვიცი ელენე მე პატა მაჩუკა პირველ პაემაზე დიდი სიყვარულით. ხო არა თეკა მე შანდლებზე ვერ გავჩერდები კიდე ერთი უნდა გავხსნა. თეკა აჰა შენ და ნაგავი რო გეკნება შეგნით ჩაყარე. კიდე საჩუქარი თუ გავხსენი დამიშალე იცოდე ხო? კარგი, დამიშალე. კარგი. აუ კიდე ერთი გავხსნათ რა. აუ ხო, შენ და დამიშალო საჩუქრის გახსნა. ხარ ილიას დაელოდე და ერთად გავხსენთ. კარგი. აუ თეკა აი ეს გავხსნათ რა. არა ელენე შენ ამას არ გახსნი. თეკლა, ჩემს საჩუქარია და მინდა და დავხსნი. თეკლა, შენ რა უნდა მაჩუქო? ელენე, შენ ხო თქვი ორიგინალური საჩუქრები მიყვარსო, ხო და გადავიფიქრე ოქროს ბეჭდის ჩუქება და მე შენ გჩუქნი გასახსნელს. თეკლა, როგორ გამიხარ და როგორ ვოცნებობდი, რომ საკუთარი გასახსნელი მქონოდა მართლა. არ გახსნა რა გეხოწები. იმიტომ რომ ეს შეფუთვაში უფრო მეტი ფული გადავიხადე, ვიდრე იმაში რაც შიგნით დევს და მენანება და ეს 5 იყოს შენი საჩუქარი. კარგი. აუ თეკლა ესეც გავხსნათ რა თეთრი კოპიები რო აქ მიდი ეს გავხსნათ ხო. მოიცადებული ნიკა მოდის. მოგისწარით საჩუქრებს ხსნით ხო? არა ნიკა საიდან მოიტანა? არა მე რა ყველა ერთს რო შევიტრივებით მე გავხსნათ. მე არ მინდა მე გავხსენი ყველა და შევკარისებ. რა და საჩუქარი მაქვს ჩვენთვის მე. მართლა რა? რა და დედა გახსოვს მე რა ვთხოვე? აიპადი მეყიდეთ ხო და შენ ციგნები რომ მაჩუქე? ხო და აღარ შენ გასახსნელი. აი მე ნიკა დედიკო როგორ გამიხარდა რა წარმოვიდგენდი რომ ორი საკუთარი გასახსნელი მექნებოდა ძალიან შეიძლება აი ნუ ნიკა დედიკო წერილი დამიწერე არა დედა ეს იმ საჩუქრების სია არის ნასულად შენ და ილიას საქორწინო მოგზაურობაში არ წამოყვები ვა ყველაზე დიდი და მძიმე ყუთი მოდევნება თავში ჩავარტყა რა არის რა ლამაზია რა არის ეს? აი მე რა ლამაზი
არის ეს? აბა, მილია მოწია. უჩემო დაიწყეთ, ხო, საჩუინთების გახსნა. რისი გახსნა? საჩუქრები, საჩუინთები, κρები. ამატარი გეხოცები ჩემი საჩუქარი უნდა ნახო და უნდა დავიბრუნო ერთი წუთი დამას. აუ, სადნახავ ახლა ამდენ ყუთებში შეწაჩუქა. ამაზად არის შეფოთულისები და საბაბთა. და რა საკეთებ? არაფერი, რაღაცა ის დამჭა რა ქვია იმაში, საჩუქრების ყუთში და ჩემი ბეჭე დამჭა ამოიღებ და დანარჩენ დავტოვე. არა, ამოიღებ ბეჭეც ამოიღებ დანარჩენ ყოველთვის ჩემი ბეჭეს დამჭა რა ქვია ეს. ელენე, მე მაქვს შენთვის საჩუქარი. მართლა? შენთვის მაქვს საჩუქარი, ოღონდ ძალიან ფრთხილად გამომართვი იქ. ხო. ესეთი ძალიან ადვილად მსხვერპლადია და გამომართვი. ფრთხილად არ გაგიწევს. შენ საქმე როგორ მოხვედი? ელემ დამპატიჟა და მოვედი რომ მოვუწო. ჩემთან არ მოსულ ხარ? კი, შენთანაც მოვედი. ლაშა იმის სათქმელად მოვედი რომ ბევრი ვიფიქრე და ჩვენ შორის არაფერი არ გამოვა ბოდიში რა. აი ვიპოვე რა მაგარია ჩემი საჩუქარი, ნახე რა მაგარი ბეჭდებია, შეხედე ორი ათნაირი ბეჭდია ზუსტად შეხედე. ბატა, ეს საყურეებია. საყურეები? თვითე გაიგე ბეჭდია რა ბარა, წავედი. ასაკე ბიჭო, მომეც ეგეგე. ბატა. უნდა დავლიო. ელენე, სანამ არტო ვარ და არავინ არ არის მომიყევი როგორ ჩაიარა პირველმა ღამემ. კარგად, ეკვა ძალიან კარგად. ილიას თავიდანვე დაუდგი ტაშტი და აღარ მირბენია. კარგი, სერიოზულად მითხარი, ხო სადაპირებთ შენ და ილია სამოგზაუროდ წასვლას? არ ვიცი თეკვა, ალბათ ალბანეთში. ალბანეთში? მოიცა იტალიაში არ მიდიოდი? ხო თეკვა, მაგრამ ვიზა ძალიან ძვირი ჩდება და არ მგონია რომ გამოვიდეს. მართლა კი არა, ალბათ ყველაფერი გამოვა და წავალთ რომში. ხო, არა, იცი რა ელენე, რომში წასვლა თუ არ გამოვა, ალბანეთიც არ არის ცუდი. ის ვაიმე, რა მაინტერესებს? ზურა, შენი პირველი ქმარი იყო ქორწილში, ვერ დავინახე. არა, თეკვა ვერ მოვიდა, ზურა იყო თავისი მეორე შეყვარებულის მესამე ქმრის შვილის დაბადების დღეს. და ვეღარ მოვიდა. მაშინ. გამარჯობა. ის კარგად, თქვენ როგორ ხართ? ლაშა მითხრა რომ კვალიდან წელი სამეზობლო ვიდი დასასვენებლად ხო? მართალია? კი, მივიდე, შენ სად მიდიხარ? მე კუსმაზე. აი, ჩათახოს ხო ვერაფერი ვერ ნახე და ამას შავლაგე რა ვჭირდებოდა რა ვიცი რაღაცები. ხო, თეკლა შერეშვილი სად მიდიხარ? მე, რა ვიცი, ჯერ ჩიკაგოში, მერე ნიუ-იორკი, მერე ალბათ მადრიდი. ხო, კაი გონიოში მივდივარ და 500 ლარს ცოტა ხნით ვერ მასწრებ. ბატა, გია და მარინა რა შვებიან? გია და მარინამ ნახე და ველაპარაკ მეუთხე სად მითხრობდი დასვენდა და მე მითხრა რომ იცი რა არის მე და გია აუცილებლად წავალ პარიზშიო. მაგრამ მე გია შეხვდა თვალებში რო ჩავხედე მაქსიმუმ ურეკი დავინახე მეტი ვერა. ხო და აქედან გამომდინარე არის ხოთა შორის ლევანი და დოდოც ერთად მიდის დოდო მამბეჩები ერთად მიდიან დასვენად აბა. და შენ სად მიდიხარ? გოჩი. სად? გოჩი. დავიღაიო გოჩი. გორში? აბა ისე რატო ამბობ? ეს სტრაფოთ რო ვიძახი რაღაცა თითქოს გამოდის რომში, ხოლმე გოჩი. აი გასწორებული რომ რომში ვითომ რა ვიცი ესე. სტრაფოთ იმიტომ. სხვათა შორის აგვისტოს ბოლოს ბოლნიში მიდივარ დასასვენებლად, აბა? კაი, ბატა, რა გინდა ბოლნიში? აბა შენ რა გინდა რომში? მე პატარა რა იაცეკოს. რა გინდა მე? აი ნამდვილი დავლა აი გენაცული. ურა კარგი, ურა მაგარია. რაღაცები დასახოცებელები ვხედავ მაგას. გენაცული. და სურათების განხილვა. ცოტა ჩატიეთ ეკომაც დაინახე. აი მე აქაც როგორც ეკოს პაატა შეხედე. არა, პაატა ის არის თებში რო ძინავს, ეგ არის პაატა. არა, ეს ვინ არის? ეს გია. საწყალი ისედაც რომ პაატასგან დაიმსგავს. გავიგე რაღაც მოგზაურობებზე ლაპარაკობთ. რა გადაწყვეტეთ? მე და ილია მივდივართ რომში, თეკლა მიდის გონიოში და პაატა რომში.
სახლში მიდიხარ პატა? ვა! და მე? ნუ ნიკა ხა შენ დიდი ბიჭი ხარ უკვე და მარტო სახლში დარჩენის არ უნდა გეშინო. მამა შენმა დარეკა და თქვა ბებიასთან წავიყვან სოფელშიო. ეს სოფელი. თვალზე რა ფისვაა? არაფერი ისე ჩაურჯებული მაქვს ისე. რა მოგივიდა? რა ვიცი ის გოგო ხო გავიცანის გოგო კორტესში და მე კაკინცემა. კაკის ვინმე იქნებოდა ეგა? შეყვარებული. არავინ არ ყოფილა ბავშვი კაკის. უბრალოდ ის გოგო რო გავაცილე მე სახში რო მოდიოდი ღამე იყო და მესტასონ ვიყავი კაკის შეხვდა თვალი მაგარი თვალი და ლაშას ადარ უნდა ვცემო. მე ვთხრა ლაშა არ არის მაშინ შეგცემო და კაი მე. აი ეს დედას პიცოლა რა ძალიან ცუდი ბიჭი ხო? კი. რა ხარჯამ გაიღვიძა? არა ჯო. აუ როგორ მაინტერესებს რა სიტყვის როცა სიმართლეს გაიგებს რა. რა სიტყვის ახსოვს ნეტა რამე? რა უნდა ახსოვდეს? პატა არაფერი არ გახსოვს შე? რა უნდა მახსოვდეს მითხარით? ვა, ლაშა. რატო იტექი სამ მთელი წელი მკივა. აუ ელენე მიდი რა გეხვედებს. ჟავე კიტრი რა მოვიქცე ხო? ყდები ისე მოიცა რა ჟავე კიტრი ლაშა შენც არაფერი არ გახსოვს? რა ახლა როგორ მახსოვს ამოხდა ახლა ისეთი რომ უნდა მახსოვდეს. ლაშა აკედა როგორ გამოვიდე? კარგით რა ხალხო, კარგით რა დალევა თუ არ შეგიძლია ნუ სვამთ რა. შენ და პაატა წახვედით ქორწილის მერე დასალევად. მერე შეგხვდეთ ნინო. ნინოსაც დაალევინეთ, დააწვეთ მოხვედი. ეხა მაგიცი ისეთ მაგინდა რომ მე და ნინო ისე აჩე თორ ჩაგახშე რაღაცა. მე ზიზღება ეგ სიტყვა ნუ ვიძახი მას. ანუ რა გამოდის რომ ლაშა და ნინო ისე თოქმარი არიან? ხო მოიცა ესე იგი ისე ყველაფერი ისე მოხდა მაშინ ესე იგი ისე სიგნალში შიშვლები დავრბოდი? ეხა შენ რა სიძე სიგნალში შიშვლები დავრბოდი და რა მე კოფენილი რო იყო ესეთი დიდი დაღმართი რო იყო ისე წელით ზურგით ვისწრალე ვაიმე ზურგი ასე ვთქვათ, ყოფილი ცხოველები გამოგელია და ერთი და იგივე ცხოველების მოყვანილი. რამხელა რაღაც შეძლებია ამ პატარა ნივთს, ა? 5 წუთის წინ მარტო მივდიოდი დასასვენებლად ჭიათურაში. ხო და საქორწინო მოგზაურობაში მივდივარ ცოლთან ერთად ჭიათურაში. თუ რა თქმა უნდა ნინო თანახმა და არ გადაიფიქრა. ჰა? არა, ლაშა არ გადავიფიქრებ, ისედაც ნანავდი რაც გითხრა. ლაშა მიყვარ ხარ? დამაცადეთ რა. მეც მიყვან ხანი? ლაშა გილოცავ და დარწმუნებული ვარ დასვენებიდან რომ ჩამოვალთ მე შედეცოლი ისევ გეყოლება. ნინო მე-6-ია. ხო და მაგიტო გეუბნები მე-7-ს. აი მართლა კი არა ვიხუმრე. დარწმუნებული ვარ ძალიან დიდხანს იქნებით კარგად და ბედნიერი. კი, მე ნინოს რომ ნაყარება. ხო გჯერა ჩემ ნინო. ხო რა ვიცი ხა მე ხვდე ცოლს რომ მეორეჯერ მოიყვან ცოლად ცოტა რთული დასაჯერებელია მაგრამ მე მჯერა. ლაშა რა არის ხა ის რა ქვია გილოცავ და რაღაცები მეზარება არ მინდა ეხლა. არა მაინც გილოცავ, კაი ჯანდაბას მაინც გილოცავ, მაგრამ ერთი რაღაც უნდა კითხო ეხლა. თქვენთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში ხო წავიდეთ? არსადაც წაგიყვან პატა და მეორედ ეგეთი რაღაც არ თქვა. ზარაშუაში საქორწინო მოგზაურობა შენ რატომ წაგიყვანს მე და ნინო? საერთოდ როდი შევდივართ?
საერთოში შევდივართ არცა და მიმყავხარ მეთქი გითხარი მე შენ არაცა და მე დანინო მივდივარ საქართველოს მოგზაურობაში და შენ ასაშ პეწამოხარ ხელფასის ამონაწერი არის საჭირო თუ სამსახურიდან მინდა ცნობა აი სამსახურიდანაც უნდა მიიღო და ხელფასის ამონაწერი გასალა პარაკი პარბოდი ხამე გასულელებით ბოდა გამაგეთი წოთი გეხოცები წამიყვანე რა გჭირს არცა დაწაგიყო წადი ჩალაგიხ და მე მოვიფიქრე მე რა შეცაწავი და ნიკო გეხოცები შენ მაინც წამიყვანე ეს საგულა წაგიყვარ ერთი ამოდია გამაგიჟებს ეს ბიჭი რა გამაგიჟებს რა ჰალო დიახ ხო მადლობა კი მივუცავ ხო კი მოგიკითხავ ყველას მოგიკითხავ ხო რა დაუფიქსდები ლაშა ვინ იყო რა სახე გაქვს ჩემი მესამე ცოლი იყო კეთევანი კეთევანი ლონდი რა მინდაო შევრიგდეთო там ჩამოიღებ და დანარჩენ დავტოვე არა ამოიღებ ბეჭეც ამოიღებ დანარჩენ ყოველთვის შენ ბეჭეც დამჭერ აქ ისე ატა ელენე მე მაქვს შენთვის მართლა შენთვის მაქვს საჩუქარი ოღონდ ძალიან ფრთხილად გამომართვი იქ ხო ესეთი ძალიან ადვილად მსხრევადია და გამომართვი ფრთხილად არ გაგიხსნა შენ საქმე როგორ მოხვედი ელემ დამპატიჟა და მოვედი რომ მოვუწო ჩემთან არ მოსულ ხარ? კი, შენთანაც მოვედი. ლაშა იმის სათქმელად მოვედი რომ ბევრი ვიფიქრე და ჩვენ შორის არაფერი არ გამოვა ბოდიში რა. აი ვიპოვე რა მაგარია ჩემი საჩუქარი ნახე რა მაგარი ბეჭდებია შეხედე ორი ერთნაირი ბეჭდია ზუსტად შეხედე ბატა ეს საყურეებია საყურეები თიძე გაიგე ბეჭდია რა ბარა წავე ასაკე ბიჭო მომეც ეგრე ბატა უნდა დავლიო ელენე სანამ მარტო ვარ და არავინ არ არის მომიყევი როგორ ჩაიარა პირველმა ღამემ კარგად ეკვა ძალიან კარგად ილიას თავიდანვე დაუდგი ტაშტი და აღარ მირბენია კარგი სერიოზულად მითხარი ხო სადაპირებთ შენ და ილია სამოგზაურო წასვლას არ ვიცი თეკვა ალბათ ალბანეთში მოიცა იტალიაში არ მიდიოდი ხო თეკვა მაგრამ ვიზა ძალიან ძვირი ჩდება და არ მგონია რომ გამოვიდეს მართლა კი არა ალბათ ყველაფერი გამოვა და წავალთ რომში ხო არა ვიცი რა ელენე რომში წასვლა თუ არ გამოვა ალბანეთიც არ არის ცუდი ის ვაიმე რა მაინტერესებს ზურა შენი პირველი ქმარი იყო ქორწილში ვერ გავინახე არა თეკვა ვერ მოვიდა ზურა იყო თავისი მეორე შეყვარებულის მესამე ქმრის შვილის დაბადების და ვეღარ მოვიდა მაშინ გამარჯობა ის კარგი თქვენ როგორ ხართ და ლაშა მითხრა რომ ვალიდან წელი სამეზობლო დიდი დასასვენებლათო მართალია კი მივიდე შენ სად მიდიხარ მე კუსმაზე აი ჩათა ხო სხვა ვერაფერი ვერ ნახე და ამას შავლაგე რა ვჭირდებოდა რა ვიცი რაღაცები ხო თეკლა შერეშვილი სად მიდიხარ მე რა ვიცი ჯერ ჩიკაგოში მერე ნიუ-იორკი მერე ალბათ მადრიდი ხო კაი გონიოში მივდივარ და 500 ვარ ცოტა ხნით ვერ მასე ბატა გია და მარინა რა შვებიან გია და მარინამ ნახე და ველაპარაკ მეუთხე სად მითხრა დასუნდა და მე მითხრა რომ იცი რა მე და გია აუცილებლად წავალ პარიზშიო მაგრამ მე გია შეხვდა თვალებში რო ჩავხედე მაქსიმუმ ურეკი დავინახე მეტი ვერა ხო და აქედან გამომდინარე არის ხოთა შორის ლევანი და დოდოც ერთად მიდის დოდო მამბეჩერი ერთად მიდიან დასუნთაბა და შენ სად მიდიხარ გოჩ სად გოჩ რა ვერა გოჩ გორში
აბა ისე რატო ამბობ? ეს სტრაფოთ რო ვიძახი რაღაცა თითქოს გამოდის რომში, ხოდა გოში. აი გასწორებული რომ რომში ვითომ რა ვიცი ესე. სტრაფოთ იმიტომ და სხვათა შორის აგვისტოს ბოლოს ბოლნიში მიდივართ ასასვენებლად, აბა? აი პატა, რა გინდა ბოლნიში? აბა შენ რა გინდა რომში? მე პატარა რა იაცეკოს. რა გინდა მე? აი ეს ნამდვილი დავლა აი გენაცული. ურა კარგი, უხურა მაგარია. რაღაცა დასახოჭებერები ვხედავ მაგას. გენაც. და სურათების განხილვა. ცოტა ჩატიეთ ეკომაცელი ნახე. აი მე აქაც როგორც ეკოს პაატა შეხედე. არა, პაატა ის არის თებში რო ძინავს, ეგ არის პაატა. არა, ეს ვინ არის? ეს გია. საწყალი ისედაც რომ პაატასგან დაიმსგავს. თავი რაღაც მოგზაურობებზე ლაპარაკობთ. რა გადაწყვეტეთ? მე და ილია მივდივართ რომში, თეკლა მიდის გონიოში და პაატა რომში. რომში მიდიხარ პაატა? ვა! და მე? ნუ ნიკა ხა შენ დიდი ბიჭი ხარ უკვე და მარტო სახლში დარჩენის არ უნდა გეშინო. მამა შენმა დარეკა და თქვა ბებიასთან წავიყვან სოფელშიო. ეს სოფელი. თვალზე რა პისვად? არაფერი ისე ჩაურჯებული მაქვს ისე. რა მოგივიდა? რა ვიცი ის გოგო ხო გავიცანის გოგო კორტესში და მე კაკინცემა. კაკის ვინმე იქნებოდა ეგ? აუ, შეყვარებული. არავინ არ ყოფილა ბავშვი კაკის. უბრალოდ ის გოგო რო გავაცილე მე სახში რო მოდიოდი ღამე იყო და მესტასონ ვიყავი კაკის შეხვდა თვალი, მაგარი თვალი და ლაშას ადარ უნდა ვცემო. მე უთხრა ლაშა არ არის, მაშინ შეგცემო და კაი მე. აი ეს დედას პიცოლა რა ძალიან ცუდი ბიჭი, ხო? რა ხარჯამ გაიღვიძა? არა ჯო. აუ როგორ მაინტერესებს რა სიტყვის როცა სიმართლეს გაიგებს რა. რა სიტყვის? ახსოვს ნეტა რამე? რა უნდა ახსოვდეს? პატა არაფერი არ გახსოვს შე? რა უნდა მახსოვდეს მითხარით? ვა, ლაშა. რატო იტექი სამ თელი წელი მკივა? აუ ელენე მიდი რა გეხვედების ჟავე კიტრი რა მოვიქცე ხო ყდები ისე მოიცა რა ჟავე კიტრი ლაშა შენც არაფერი არ გახსოვს? რა ახლა როგორ მახსოვს ამოხდა ახლა ისეთი რომ უნდა მახსოვდეს ლაშა ხედა როგორ გამოვიდე როგორ აღმოჩნდი? კარგით რა ხალხო, კარგით რა დალევა თუ არ შეგიძლია ნუ სვამთ რა. შენ და პაატა წახვედით ქორწილის მერე დასალევად. მერე შეგხვდეთ ნინო. ნინოსაც დაალევინეთ, დააწვეთ მოხვედი. ეხა მაგეცი ისეთ მაგინდა რომ მე და ნინო ისე აჩე თორ ჩაგახშე. მოგილაცე და დაგიღავ აგიშენ ფაცხასა ჩემო ფასებო უშეცდება ერთი წუთით ყურადღება მე მინდა იმ 7 საოცრების სადღეგრძელოში მოგთავაზოთ რომელიც გასაუბრება შეიძლება კიდევ შემოგჭა გეგენაცვალეთ და ერთის განსაკუთრებით რომელიც წეგნას მოხსენე ერთის თამადობით ასაგურველია ნამდვილი ტრანსფორმატორის თამადობით 7 საოცრებას გაუმარჯოს გეგენაცვალეთ ია ეგრე მე უნებოდი რომ დავთრებიო მე გეტყვი რაღაცა სხვანაირად მითხარე რომ მოვე ბატა ჩემო პატა მოძავე ხა შენ ხვალე ფიქრობ ხა შეგონი ხა მე არ მიყვარ ხარ და პატივს აქცენ მე შენ ძალიან დიდ პატივს ხსენ და იცი რატო იმიტომ მე არაო ნორმალური მოდი რა ჩაგეხუტო მოდი და შეგინახავ ჩემო პატა ჩემო ძმო რაღაცა მე ხო მე ხვალ მაგარ პახმელიაზე ვიქნები გეშო და ძალიან გეხვეწები და ჩემთან სახში ნუ შემოყო ხო? ბოდიში გია მე შენთან სახში დღეს ვერ შემოვა. მე ისე სულად ვიქნები ხო არა რომ ჩემთან რო შევედი სახში სულად გავხდები რა. ხო იცი რა ოთახები რომ დავსვარო და დღეს თუ შემოვა შენთან დავრჩები ხო? მარე. ხო. მოდი ჩაგეხუტო შენ. მოდი ჩაგეხუტო. გენასო. მოდი ვიდე.
ჩემო მეგობრებო. ჩვენო მეგობრებო. ჩვენ სახლში ცხოვრობთ სტატი. მე ნიკა და ელენე. ნიკა ბავშვი. ალბათ წარმოგიდგენია თუ რთული იქნებოდა ჩვენი ასე ვთქვათ ყურადღების მიქცევა ჩვენი უნდა რა თქმა უნდა შენ ხარ საქონელი ეს არის ხორი. თუ როგორი რთული იქნებოდა ეს ყველაფერი ელენისთვის ასეთი ორი ადამიანის მოვლა დღეს მადლობის ნიშნად და რა თქმა უნდა მილოცვის ნიშნად მე და ნიკა შემოგთავაზებთ ანუ ჩვენს ელენეს დედას და დას მიუძღვნით სოქნურ ცეკვას. საჩუქრებია და შიგნით რადე. ხო, ელენე მეც როგორ მაინტერესებს ეს. ოღონდ ილიას მოსვლამდე არ გახსნა. ერთად გახსენით მერე. მე და ილიამ ერთად გავხსნათ. კარგი, არ გავხსნათ. ხო. აუ თეკამოდი ერთი გავხსნათ. აი ესენი რა. მოდი გავხსნათ. ფაინე შანდლები. დიდი სიყვარულით ნანასგან. თეკვა გამარჯვებინე როგორ შეიძლება ადამიანს შანდლები აჩუქო დიდი სიყვარულით. რა ვიცი ერენე მე პაატამაჩუქა პირველ პაემაზე დიდი სიყვარულით. ხო არა თეკვა მე შანდლებზე ვერ გავჩერდები კიდე ერთი უნდა გავხსნა. თეკვა აჰა ეს შენ და ნაგავი რო გეკდება შიგნით ჩაყარე. კიდე ერთი საჩუქარი თუ გავხსენი დამიშალე იცოდე ხო? კარგი, დამიშალე. კარგი. აუ კიდე ერთი გავხსნათ რა. აუ ხო, შენ და დამიშალო საჩუქრის გახსნა. მე ხარ ილიას დაელოდე და ერთად გავხსნათ. კარგი. აუ თეკვა აი ეს გავხსნათ რა. არა ერენე შენ ამას არ გახსნი. თეკვა, ჩემი საჩუქარია და მინდა და გავხსნი. თეკვა, შენ რა უნდა მაჩუქო? ელენე, შენ ხო თქვი ორიგინალური საჩუქრები მიყვარსო, ხო და გადავიფიქრე ოქროს ბეჭდის ჩუქება და მე შენ გჩუქნი გასახსნელს. თეკვა, როგორ გამიხარდა, როგორ ვოცნებობდი, რომ საკუთარი გასახსნელი მქონოდა მადლობა. არ გახსნა რა გეხოწები. იმიტომ რომ ეს შეფუთვაში უფრო მეტი ფული გადავიხადე, ვიდრე იმაში რაც შიგნით დევს და მენანება და ეს 5 იყოს შენი საჩუქარი. კარგი. აუ თეკვა ესეც გავხსნათ რა თეთრი კოპიები რო აქვს მიდი ეს გავხსნათ ხო. მოიცადე დინი ნიკა მოდის. მოგისწარით საჩუქრებს ხსნით ხო? არა ნიკა საიდან მოიტანა? არა მე ყველა ერთს რო შევიკრიბებით მე გავხსნათ. მე არ მინდა მე გავხსენი ყველა და შევკარისებ. რა და საჩუქარი მაქვს ჩვენთვის მეტი. მართლა რა? რა და დედა გახსოვს მე რა ვთხოვე? აიპადი მეყიდეთ ხო და შენ ციგნები რომ აჩუქე? ხო და აღარ შენ გასახსნელი. აი მე ნიკა დედიკო როგორ გამიხარდა რას წარმოვიდგენდი რომ ორი საკუთარი გასახსნელი მექნებოდა ძალიან შეახსნეს რა ნუ ნიკა დედიკო წერილი დამიწერე არა დედა ეს იმ საჩუქრების სია არის სანაცვლოდ შენ და ილიას საქორწინო მოგზაურობაში არ წამოყვები ვა ყველაზე დიდი და მძიმე ყუთი მოძებნე რომ თავში ჩავარტყა რა არის რა ლამასია რა არის ეს? ფაინ რა ლამასი რა არის ეს? აბა ილია მოდის. უჩემოდ დაიწყე ხო საჩუინთების გახსნა? ისი გახსნა? საჩუქრები, საჩუინთები, კრები. აუ გაიტანი კი გავხსნი. საჩუქარი დროზე გაიგე რამატარი გეხოცები ჩემი საჩუქარი უნდა ნახო და უნდა დავიბრუნო ერთი წუთი დამას. აუ და სადნახავ ახლა ამდენ ყუთებში შეწაჩუქა. ამაზად არის შეფუთული ზები და ბაბთან. არა რა საკეთებ? არა რაღაცა ის დამჩარა ფილმში საჩუქრების ყუთში და ჩემი ბეჭედი. მართლა თაიგული რატო არის სტოლი? რას ამბობ თქო მაგას როგორ ვიცროდ ვერ გაიგეგიამ რა თქვა გადავა. გაფშიშვილეჭ. აშა ბიჭო ნახე რა მაგარი გოგო ის იქროზის მინახე ხო არის შეხედე. არა შემოძლებელია ბა. აი იმაზე ლაშა იქროზის.
ხო, ლაშა იქროზის, ლაშა. რომელი თუ გამოაგდებ აქ ხორს პირი და დაინახე. ეს ვინ არის? შეხვარდა 10 ადამიანს არაფერს. რა, ვინ აბა რომელი? აი, იმასე გეუნები ქითოს, გაიხედე ძმები. შეც გადაგვიღებდი რა. ის პუტკუნა როგორ მოგეწა? რა პუტკუნა, განანები მაგ პუტკუნას და პუტკუნას რატო უყურებ? სამკაულებს შეხედე, ნახე რა ძვირფასი სამკაულები. მაგის გვერდით როდის მაგაზე გეუნები შეხედე როგორ შეხედე. ის ხოლმე გოგოა, მაგრამ მე არ ვიცნობ პატა, ეთყობა ილიას ნათესა. მოიცადე ცოტა გამაცანი გიხოცე. არ ვიცნობ მეტი მე და რაიდან გაგაცხო. ხო და მიდი ლაშა და გაიცანი და მე გამაცანი რა არის გოგო ვერ გაგიცნე, არა კომპლექსიანი ხარ ბიჭო რა. მიდი და შეგვიძლია გაიცან. მიდი. არა ლაშა ჯერ შენ მიდი შენ გაიცან და მე შეგო წამოხვალ მე მივიღო და მე იფიქრებს. ამ სუქანის მე ეს გამხდარი ბიჭი რა, კაი ბიჭი იყო და მე გამიცნე და დამასადება და ეხლა იმას მორჩებ. შევჭამ ბოლომდე და მე სულ აი მძვალით უნდა ქცევა გირყატავში. ეს ლაბარაკი არ გინდა. ახტება ის. ყველა ჩვენ რატო გიყურებს? ამჩი ეთყობა მიკროფონია ჩართული. ჩამე გააგზები და გადავალ იმიასთან და გამოთო ჩემ მომავალ საცოლეს რო ისო. დიდი მადლობა, იცოცხლეთ. დიდი მადლობა, იცოცხლეთ. გაგიმარჯოთ. აი მე თეკვა ისე მშია რომ გული მიმდის სიშიმშილის. ჭამე მე ელენი რა მოგაწოდა მითხარი? არა სამთე პატარძალიო როგორ შევჭამ. მადლობ, დიდი მადლობა, გაიხარეთ, იცოცხლეთ. კარგი ილია, ნუ ყვები თავი დაუხდიე რომ გაიგე. აი მე ელენე თავს რო ვიქნებ გული მერევა დამანები თავი. დიდი მადლობა, იცოცხლეთ. ელენე, რა მაინტერესებს ახლა აი? მეჯვარე. გამარჯობა. შენ იმდენი კარგი რაღაცა გითხრა ხა ამ ხალხმა ამდენი ხალხი ისე მაგრა დაგლოცეს ვარ ჩემგან ეხა მეტი რა ვიცი რაღაცა მე გადაწყვიტე რომ ჩემი ნაჩქარი ბეჭედი უკატავიო მაქოვეთი რა მეყოლა რა ვქეთო ბატა ილია შობლებს რა ქვია? ის რა ქვია ედემი და გული შემოდი ფასებო მადლობა ჩემოვაშა შეგენაცვალე გეგენაცვალე ჩემი თავი მე მინდა ახლა ჩვენი ახლა დაქორწინებულების მშობლები ადამიანო ჩემი ილია შეგენაცვალე მანიკო ბატონი ედემი მერაბი და იზო ბატონი მერაბი და ქალბატონი იზო გია მოიცადე წუთი აბა გივიკო და ლილიც ბატონმა გივიკო და ქალბატონმა ლილი ეგარი გია რასაკეთებ რა აბა რა არის გავიგე ისე რა ქვია ლიკმა და სანდრიკო რა ვიცი სახელები არ ვიცი სახელები და ვიფიქრებ გავაწყობ მეთქი და რა ვქნა ეს ასე გაგაცხავ ახლა ეს მოკლედ ჩვენი ახლა დაქორწინებულების მშობლები მინდა ვარგზავნო ძალიან ხო დავითათო სარაგდო ლაშა გეგენაცვალე აბა ჩემი იმედი ვარ ძალიან კრუპა ხო გაგინდა პატა ეხოთე აი გოგოს ძალიან მაგრად მომეწონა და იქნება რამენაირად ხო ხტები რა ჰა აუ პატა იცი რა კარგი გოგოა ძალიან ჭკვიანი განათლებული ლამაზი კარგი ოჯახი შვილია სამკაი მე მგონი მე 6 მაგიდაზე და მოსაწვევი რომ უცე რომ მივიჭი გია მეტი ხნეობისთვის პატას ლიმონადი დავუსვიდი აფხუნა აუ ნიკა რა მაგარია მე ავარ და ჩემს კორპუსში ნამყოფი აუ არც მე კი თანთან დავდან ერთობ მაგრამ მე გზენდება
მე აქ რა მინდა? მე აქ არა შენ აქ რა გინდა? მე აქეთი სასიამოვნო ადამიანის დასასრულად მოვედი. შენ აქ რა გინდა ვიდო? გამარჯობა ხალხო? ბავშვო. რა არის სასად მოვწევი ზოგადად შემოწევი? ატარების მაგიდასთან ხარ პაატა. აქ რასაკეთებ? რასაკეთებ და გითხარი ახლა მე არ მინდა ვერ ვლაპარაკე ერთი გოგო მომეწონა და ელენე მაგიდის ნომერი მომცა და ეხება ის წლიანი 6-იანი შემერია. თუ შვიდიანში. 2-იანში პაატა. შეიძლება 2-იანში ხო. შენ პაატა არ ხარ? კი. კაცო, ნიკო რომ მიყვებოდა. ვაი რა კარგია ბავშვი მომისნოთ ხო ძალიან გამიხარდა. მე ვარ ის ლეგენდარული პაატა. გამარჯობა. კი. კაცო ნიკო რომ მიყვებოდა გინია. ხო, რომ ვერ არის. გამოდახა? მოიცა. რა ტორტი უნდა მეწრო? რა დღეს? ერთს მაცალ და მე რაც გეთ ის. აბა რომელი გოგო მოგწონს? აი ეს. ხო. გამოფხიზდი? გამოფხიზია, იმდენი ყავა ჩამასკით სექტემბრის ბოლომდე აღარ დამეძინება რა. არა, მთვალი არა, ისე ხუმრობს ხოლმე, ნუ მიაქცევ ყურადღებას. მინდა ეს რეპლიკები გეხოს. მოდი. შევუდექი რა ბაშა. ხარიშა, მე და შევუდექი. არა მინდა არა. მაშასე, თუ ვინმე აქ მყოფთაგან წინააღმდეგი ხართ ამ ქორწინების, ან ახლავე თქვას, ან არასოდეს. მე მე არ ვარ ხო წინააღმდეგი, მაგის მომიდო. წინააღმდეგი. ხო. კარგეთ. მადამეია, თანახმა ხართ, ცოლად შეერთოთ ელენე? ილია, მე ყოველი შეერთოთ პირი არ გააო, თავი დააქნიეს. დია. კარგი, თქვენი თანხმობა ხელის მოწერით დამიდასტურეთ. სად? მოწერეთ ხელს. დია. მართლა რა. ახლა მეჯვარეებს ხო მოაწერეთ. რასაკეთებ? რასაკეთებ? რასპერა, თუ არ წავიკით, აქ რა წერე, როგორ მოვაწერო ხელი? მოაწერე ხა დროზე. ხო, კარგი. აჰა. ახლა შეგიძლიათ ბეჭდები გაცვალოთ. მეორე თვალის გააკეთა. რატო გაუცვალე ბეჭედი კაცო, რატო შენი ბევრად ჯობდა, რატო გაუცვალე? ხედავთ თქვენ უკვე ცოლ-ქმარი ხართ. შეგიძლიათ გაყაცოთ ერთმანეთს. აქამდე არ შეგვიძლია? აი ილია ორსულად რო არ სუნები მაღიზიანებს და ხელი ჩამოვარდა. სუნიმა? ილია, ილია. აბა ჩემ დასლა. მიხედე და არაფერი არ მოაკვირდა და მიხედე კარგად ისე როგორც ტესტერი. ხო, ლაშ რაღაც უნდა გითხრა. ილია სამსახურიდან წამოვიდა, დროებით ხან გადმოვა საცხოვრებლად. ასე რომ ორივე შენი მისახედი ვიქნებით დროებით. ილია გილოცა. Ja, das ist wieder Tirela, schon. Ha?
იცი რა არის მე მესმის შენ ლაშაი ზუსტად ესეთი შეგრძნება მქონდა როცა ჩემი დიდი ბებია გარდაიცვალა ასე რომ მესმის შენ აი შენებს ვიყავდი რა ნეს ვიცი არა ვარ ნორმალური ვიცი ბადა ეხლა ვიცი რა უნდა გითხრა რა აი იცი ყოველთვის რო გეუბნებოდი ხოლმე რომ არა ხარ ნორმალური თქო მართლა ეგრე კი არ ვფიქრობდი მე შემართლა ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ და მიხარია ჩემს გორდით მაგრამ მართლა ძალიან კარგი რა ხან მართლა ესეა და ესეთი სიტუაცია და რა ხან აქ ვარ მოდი მე და შენ ბარემ ხელი ხო არ მოგეწერა მართლა რა ხარ ნორმალური დაგისურვებთ სიყვარულს, სიხარულს, ერთმანეთის გატანას და თანადგომას. გისურვებთ ბარაქას, კაკ სამსახურს, დოულათს, ავისა. ყოველგვარ სიკეთეს ამ ქვეყნიერს. ჩემო ლაშა, ალავეთი შეთავ, ჩემი ლაშა. აბა, შევსვათ მეგობრებო. დიდი მადლობა. გადავთავ. შენ შემოგევლე, შემოგია? ჩვენმა თამადამ. ყველაფერი ძალიან კარგად თქვა. თქვა. ამომწურავად დაგლოცად. მაგრამ გამორჩა ერთი. ხვავი. და გისურვებთ ხვავს. აბა, ხვავი. რარნაირი სიტყვა დავიტანჯე რა არის ეგალი რა აბა ხალხო ხო მეც დაგლოცავ და როგორი ბედნიერი სახეებიც ახლა და მთელი ცხოვრება ასეთი ბედნიერი სახეები ქონოდეს თქვენს წერს აი მე ელენი აი ახლა მოვედი აზრზე ეხლა წყალთან ახმახებ ხო არ გადაგიფიქრებია იყოს ილია მოთავაზეთ შეცოდა დალია ხო ახმელიაზე გამოდიოს აი მე გია ისე სულათ რომ ახმელიაზე კი არა ახმგელზე არა აი ვაი მე თავი აი გეუბნები დამიჯერე დალი ცოტა დალი გიშვეს დამიჯერე კარგი რა გია სიცხვილე ნუ დავლიო დავთვრები და მე ფრალის იძეს სიცხვილია აჩა თაიგუზე და არცკი ის არის ხო სიცხვილე უი ერე გასაგებია ამდენი სიყვარული აქაც არაფერ შუაშია აი შუაში არა ნახე რა მაგარი გოგო ნახე და დამწყებული რომ მე მოვეწონე რა შუაში და იმაში მე კიდე პირიქით ვარ დარწმუნებული საიდან მოიტანე შენ რაიცი საერთოდ შენ თავში ხო არ აქვს შენ საერთოდ რაიცი შევენ გამაგებინეთ ატა გაიმახსოვრე რომ მე და შენ შორის ხოლმე ერთი განსხვავება ის რომ მე ხორცლებში ჯერ კიდევ კიტრით და ლიმონადით დავმივარ და შენ კიდე გადაეჭვი საიდან მოიტანე სადაც ჯერაც ვერ ხვდები რომ სხვა ადგილას ვიხარ სხვა ადგილას ვიყავ მე მიიწია ბიჭო და დამსვი და გადამსვი რომ გავისმო ხო ადგილი რა შუაშია მაგი და სხვა მაგი დასტანზე ხარ გავკნე ხა როგორ გავისმე ხა დაუძახო ბავშვებო გავუღიმო შორიდან თუ რა გავაკეთე მისში ხო ოღონდ ამაგი დედამ თუ დაუძახებ დეიდით თუ მიმართავ მათ კიდე ერთი გიგმა ბავშვებო გაიწე ცოტა ერთი წამით მოიცადე რა საკეთე რას ვაკეთებ მაგი და უნდა ავწიო კბილებით რომ დამინახოს და რომ მოვეწონო რა არა გაიმახსოვრე რომ ქალისთვის როცა მამაკაცი მაგიდას კბილებით წევს ნიშნავს რომ კაცი მაგიდას კბილებით წევს მართლა კიდე ერთი გეგმა ვაკეთე ხიზლა და მომაწოდე ისა პატარა გოგო რაც მინდა და მინდა რაც მინდა ყურზე უნდა წავუსვა და უნდა მივიდე ბიჭო უფრო სოლიდურია ვერ ხვდები შენ მაგას და ბატონო ეს შემოგოჩა გონდა დაგეჩან გაგიდა ვერ გითხარ გაჩერე თორე დაგშილი სუყვა ვერ დაგშილი გეგონები ვაიმე ბესა ბავში მე მგონი აქეთ კი მართლა აქეთ მოდის აი შენ გიყურებ
გამარჯობა. შევნიშნა რა შემნიშნა. ვაში ვუწარ თქლა და რასაც მე იმაზე. მე ლეო. მე პატა ფერაზე. კი როგორ შეიძლება დავზანდით აი ესა. ბავშვებო ხო გითხარით წავით ხარ და რასაც გინდა იმას. ეს პატარა ვინ არის? მამა ვინ არის ეს ხალი? დედამ რამდენჯერ გაგაფრთხილა ხა? რა საყვარელი ხარ შედამპალო. წადით ახლა აქ და რასაც გინდა იმას გიგებ ხო გითხარით? ისე და გაინტერესებს ალბათ ხო რატო გიყურებდით მე თქვენ მაინც და მაინც ხო იმიტომ რომ თქვენ ყველაზე ლამაზი ხართ საერთო კოწში. ხა კი. ელენეზე ლამაზი. ხო ელენე ნახირავიძეა ელენე. არა ხურო პატლა ელენეზე ლამაზი ხართ კი. და ესე ხალხი ხან ძალიან მოკლედ მომეწონეთ და ხიზლა სპორტი. ვაუ! ძირ ფასამეგობრებო, აუცილებლად ეთიცოდნა. მადლობა, ჩემოსიძე, ილია. გეგენასო ჩემი თავი, აბა ერთად ყურადღება რა. მე მინდა კიდევ ერთხელ ის მიზეზი დავლოცოთ. ბატონო დღეს ამ ბედნიერ დღეს ჩვენ აქ შევიგრიბეთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემს ილიას და ჩემს ხელნაწერს გავმარჯოს. და თუ შეიძლება, ზეკვა ქართული, აბა, ქართულ. მე არ უნდა ვიცეყო თუ რა ხდება მთელი ხანი დაუნოთ მე სწავლობდი გუში რა ხდება არ ვიცეყო მე რა ქართული რა გაგდა რა შეტაბარება ხა სიძე პატარზამა დავლული უნდა იცეყო აბა დაისი უნდა იცეყო რა გინდა შეიძლება მართლა ეგრე ფიქრობ თუ გინდა რომ ორიგინალური იყო მართლა ეგრე ვფიქრობ მაგრამ ხანდახან მინდა რომ ორიგინალური იყო მაგრამ არ გამომდის მაშინ ხაშე თავი დავარდე იგი როცა დავტრები მე მოდი და მე სპანელს გიფასო კარგი ხო მედი აბა ბა როგორ გძნობ თავს ილია მითხე როგორ მე საშინლად ვარ ვაშა მიშულე რაღაცა კვეთრ მოძრაობებს რო ვაკეთებ გული მერეო მოდი რაკენ მაშინცი ქართული გამოტოვე და შალახო რო იქნება პირდაპირ იმაზე როგორ და ეს ესე ანა ის რაღაც არის ბოლო ელენეს კადრები ამომიწია მე ლაშე გინდა ძალიან მაგარიცე ყოვისო ძალიან მაგარიცე ყოვისო გინდა რაც გინდა მითხარი მოვჩავართო ვინე ფიქრობ არა ლაშე მუსიკას არა ფიქრობა სხვა წელი უნდა ვიცი რას უნდა ვიცი სულ გავიხდი ახლა ხوانტენი ხალხი გავიხდი ლაშა დედას ისოვარ სულ გავიხდი ლაშა რა თვითონე ვიცი შენ 1000 დოლარიანი ჩამიკუჭა ლაშა აი მაგას შენ არა ხარ ნორმალური ახლა დეგა მაგას თუ გააკეთა თვითონ შაფურზე წამოკაცმე და ისე შეშაფურული შევიწყობი ეურები არგი არ გავიხდი არ გამიხდი ჩავიცნო და ისე მომეცე 1000 დოლარი ჩაკმა ჩაკმა წავიდა ლაშა ჩაიდო ისე მალე ეხლა 1000 დოლარი არა მაგარი ეხლა გამომართია გერახნა ეს და დადი ეხლა აქედან არ გაიხადო თორი არ ვიცი რა I love you for a thousand more ჩემი გარტო ჩემი ნიკა დედიკო შენ რატო არ შეყვა? რა დროს შეყვარი და კომპრომატებს ვაგრო. იქცან და ისე ჩუქანი მომაგრო უკვე. მადლობა მეორეც გათხოვდი.